გამარჯობათ. ვიდეოს, რომელსაც ჩემი საუბრის შემოგთავაზებთ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ნახვა ექნება და ზოგადად ამ ადამიანს დარწმუნებული ვარ, ბევრი იცნობთ. ბევრს გიყვართ, აფასებთ, უსმენთ მასაც და მის სიმღერებსაც. 18 წლის ვიყავი, როცა ის გავიცანი და პირველად შევხვდი. ახსოვს, მისაყვედურა 15 აპრილს სიყვარულის დღე რომ დაარსე და რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ყველას რომ დაუძახე, მე რატომ არ გამომიყვანე სცენას და რატომ არ მომღერებო. იცით როგორ მომერიდა მაშინ, მაგრამ იმის შემდეგ კარგი მეგობრები გავხდით ერთმანეთის. ის მღეროდა ქალაქურ სიმღერებს, ის იყო ქალაქელი კაცი. მას უყვარდა ქალაქი და მას უყვარდა საქართველოს მომავალი. ამ ვიდეოში, რომელსაც ამის შემდეგ ნახავთ, ეს ძალიან კარგად ჩანს. ეს ადამიანი იმ დეფიციტური აზროვნების ვაჟკაცებს შორის იყო, რომლებთან ურთიერთობაც მე მომიწია და რომლებთან ურთიერთობაც ყოველთვის მიხარუთა. ეს ადამიანი კარგი ქართველი კაცი, კარგი მომღერალი, კარგი კომპოზიტორი და უბრალოდ თბილისელი ვაჟკაცი ბიჭი ოთარ რამიშვილი. ახლა კი მის საუბარს მოусმინეთ 90-იანი წლების დასაწყისით. იქნებოდეს მე ის ვიდეოც აღმოვაჩინო, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ახალგაზრდული გაზეთ კოქტეილის დაარსების დღეს ჟურნალისტთა კავშირის სახლში ერეკლეს მოედანზე პირველ შეხვედრაზე რომ დავპატიჟეთ. როგორ მოგვეფერა, რამდენი გვიმღერა და რამდენი კარგი რამ გვასწავლა. აუცილებლად შემოგთავაზებთ იმ ვიდეოსაც. იქამდე კი მას მოусმინეთ. გზავნილი 90-იანი წლებიდან 2025 წლის საქართველოს. ოთარ რამიშვილისგან. ერთმანეთს ცნობდით. არც ერთი ოჯახის კარები არ იკეტებოდა. ერთი გასაღები აღებდა დელვაკეს თუ საჭირო. არ იყო არავითარი ხურდობა, იყო სიყვარული, იყო პატიოსნება, არა ქურდები როგორ არიან, არა ქურდობა არ იყო ბაში. ხო და აპრილის თვე რომ მოვიდოდა ეს ლამაზ მანები, ჩვენი ქართველი გოგონები 2 სართულიან, 3 სართულიან სახლებიდან, მაშინ როიალი და პიანო ახალი შემოსული იყო მოდაში და კაი სიმღერები და სულ ერთმანეთს გვიყვარდა რომ ვახენებდეთ ერთმანეთს სიყვარულში ქუჩაში გამოიწერებოდა კაი სიმღერები. იყო ხალხი თბილი, რომ ეფიდოდი, არც გეკითხებოდა ვინ ახარ, აგვარი ხარ. მირთვი ბატონო და აქამდე შეგორული კაიოლაშებით, ესეთი ჯიბებით, კამერით საყვარელი მამები და ოჯახი და პატიოსნება იყო. აი ესეთ ცხოვრება იყო და შეიძლება დიდი განათლება არ იყო, მაგრამ ისეთი კულტურული ხალხი იყო. დღეს როცა ჩემი დედა და იმის შვილი იყო, აცალეთ მამას ის დედა და იმის შვილი არ ახარ, იმიტომ რომ ვიცნობ მშობლებს და ვიდეო ფირმა თუ ტელევიზორმა დაღუპა ტელევიზორ. ძველად უბრალოდ წესიერი ხალხი იყო პატიოსანი, ახლა ხალხმა დაკარგა ყველაფერი. ოდა ზევიდანაც დილობაც მიაყარეს და ოჯახის შვილობას და სულ წავიდა ახალგაზრდობა ხელიდან. ღვინოზე კარგი რა არის. ხალხი ღვინოს ხიდის და ყიდულობს რაღაც საშინელებას. რაგვია, სულ გაპროებული ხალხი თვალები რო ეხუჩებათ, არ ვიცი. გორი ის ქვია. მორფი ანაშა. ეხლა ვისაც ფული აქვს და ხურძნად უნდა ჩამოს ისასვავს და ურევს ქვეყანას. და ვისაც დალევა უყვარს იმას ფული არ აქვს. ოიცი როგორ არის? როცა მანქანას ეძებდა ფული გაქვს, მანქანა არ აჭერებს. როცა ფული არ აქვს, ჩაგივლის 100 ტაქსი და არ გაგიჩერებს ასე. ესე ხო იცი. კიდე რა იყო დასამახსოვრებელი ცხოვრებაში?
იმ ცხოვრებაში რომ ხო გინახეთ ერთი ფილმი რაც გინახავს ვეღარ ნახავ და რაც არ ნახე აცი ნახავ იქ ვეღარაც რო იყო დასამახსოვრებელი ამ გვანაზე არაფერი არ არის დასამახსოვრებელი რა იმანის მოგლა იმანი ისკნა არაფერი ხო ეხლა კუპონი კაი რამეაო და ერთი ბლეყანოველი მარინა ეხლა თავის აქციელი წითელი კაბედა და ეხლა გამოვა ლარიო ჩააცვე ეხლა ლურჯი კაბედა იგივე მარინა იქნება შესაგრებდა გადავი ჯამი არის იცვლება სულ არაფერი არის ამ ცხოვრებაში კაი კაი რა არის თუ არ გესვრიან და ხოშერად ვიყავს სახში ბაღმელეზე უმანქანოთ რო გამოგვიდე ამაზე კაი რა არის რო ვიღაცა არ გესროლოს და თავი არ მოგაჭირას და შეურაცხყოფა არ მოგაყენოს აი ესეც სიმღერა ჩვენთან ძველად იცი რა იყო ბავშვებთან წადშილო პაპიროსი მოიტანა ისე გარბოდა დედა ვერ გაგზავნდა ეხლა ამასინა ზამბახ მელავი და ერთ უთხარი შილო პაპიროსი გარა მასალა შენ ვაფშე აზე ხარო რა დაბარეგო ეუთარე მეგი ვარ მაგრამ მაღლა ვარ შენ დაბლა ხარმეთ მილიცია იყო ისეთი იარაღს მაგრად კეტერა ბამიდორიეთო ერთუბან სუყოლას იცოდა უბანში რა იყო ერთხელ დამეჭერეს 13 წელს ვიყავი უბანში ვიჩხუბე და ერთი კომპოსტოს თავი მივუტანა მამაჩემა მილიციის უფროსი აუ რა იკივლა ჩემი ცოლიო თოლმას გააკეთებს რა ბედნიერი ვარო მაშინ სად იყო ის აიღე მიიღენა ეხლა დოლარი არ მიტანდა წაგისვლებენ ფეხის გულებს და დრინ ტიმს გირთყავენ 78 წელი გადის სანამ არ გაყიდის მამა ბინას მამამ ბოლე მოვიდანა ესეთი საუკუნე ახლა მე-21 საუკუნე იწყება. მშობლებს შვილები არ უჯერებენ. მაგრამ მე თვითონ რომ მშობლები გახდებიან და შემქმნელები გაიგე. თვითონ არ დაუჯერებენ შვილები, მე ახსენდება და გახსოვს გიგრებდიებს მე რო არ გიჯერებს. ეხლა მე არც პროკურორი არც მოსამართლე. ვიყოთ კარგად და ბედნიერად ვიყოთ და გამარჯოს ყველას, ვისაც ერისთვის და ხალხისთვის და საქართველოსთვის გული უძღერს კაცურად, ისე კი არა. ეხლა მინდა თქვა, რომ ის ცხოვრება როგორც გინდა ისეთი, რა ინტონაციაში წინა. ის ცხოვრება აღარ არის და მენანება ჩვენი მომავალი ბავშვები რომ ნათესავთან მიყოლდა თუ ფული არ მიუტანა ყავს არ დაგალინებს როგორც საზღვარგარეთ არის. მოდით, ამოდით აღარ არის. კაპიტალიზმი, დანანიზმი მამიდაშვილებიანი. დიდი მადლობა. კარგად გეტანა.